კარგი რაკურსია, მე მგონი. და დავტოვებთ ამ რაკურს ალბათ. მე არაკისთვის ყოველ შემთხვევაში. ქვემოდან არტყმული კადრია. ჩვენ სულ ვითხოვთ და მართებულადაც ვიქცევით ახალ არჩევნებს. ახალ საპარლამენტო არჩევნებს. ზოგი ჩვენგანი ამას უწოდებს ხელახალ არჩევნებს, ზოგი ჩვენგანი უწოდებს რიგგარეში არჩევნებს. კვლავ ვიმეორებ, სწორი მოთხოვნაა ეს, მართებულადაც ვიქცევით, აბა რა, ქართულმა რუსულმა ოცნებამ იცით თქვენ რომ გააყალბა გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნები, მან ცხადია არ მიიღო 1,120,000 ხმა, მან ცხადია არ მიიღო მისული ამორჩევლების 54%-ის ხარდაჭერა, მას ცხადია არ უნდა გაეყვანა, ვერ უნდა გაეყვანა 99 დეპუტატი, არათუ 89, არამედ 76-იც კი, შესაბამისად მას ვერ და არ უნდა დაეკომპლექტებინა აღმასრულებელი ხელისუფლება. ამიტომ კვლავ ვიმეორებ, დავარქმევთ ამას, განსხვავება დიდია, ამაზე არ ვლაპარაკობ ახლა. ხელახალ არჩევნებს თუ რიგგარეში არჩევნებს, ჩვენ რასაკვირველია ამას უნდა ვითხოვდეთ და ეს უნდა იყოს მთავარი მოთხოვნა, მთავარ მოთხოვნათა შორის რასაკვირველია პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნასთან ერთად ამავდროულად ჩემი ხმარწმენით უნდა დაემატოს სხვა მოთხოვნებიც, ასე მაგალითად ამ რეპრესიული კანონების გაუქმება, რუსულ კანონზე არ ვლაპარაკობ მაინც და მაინც, მაგრამ აი ახლა ახალი კანონები რომ მიიღეს 5,000 ლარიანი ჯარიმების გაუქმება, ვინც გადაიხადა მათთვის თანხების დაბრუნება, უნდა იყოს ჩვენ მოთხოვნათა შორის, აი ეს რაღაცა ფარად წოდებულ რაღაც რეპრესიულ კანონს რო იღებენ, იმის არ მიღება, უნდა მოვითხოვოთ, ასევე უნდა მოვითხოვოთ მაუწყებლობის შესახებ კანონს რომ ცვლიან და პრაქტიკულად დახურავენ ამის საფუძველზე მედია საშუალებებს, ესეც უნდა მოვითხოვოთ, რომ ეს არ გააკეთონ. არ ვიცი, შეიძლება რაღაცაში ვწდები, შეიძლება რაღაცაში არ ვწდები, არ ვიცი. მოკლედ მე მგონია რომ მრავალფეროვანი უნდა იყოს ჩვენი მოთხოვნები, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ ვწდებოდე და არ გამოვრიცხავ რომ სწორედაც რომ მხოლოდ არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება უნდა იყოს თხის წესრიგში. ასეა, ასე იყო, ასე არის და ასე იქნება, ამაზე არ ვკამათობთ. მაგრამ რამდენიმე კითხვა მე ბუნებრივია მებადება და ამ კითხვებს თქვენის ნებართვით ესე საჯაროდ დავსვა. პირველ ყოვლისა, თუ ეს ხელისუფლება არის უკანონო, ანუ 26 ოქტომბერს თუ მან არჩევნები გააყალბა და გააყალბა მან არჩევნები, ახალი არჩევნები ვინ უნდა ჩანიშნოს? კითხვა. ახალი არჩევნები, გავიმეორებ ამ კითხვას, ვინ უნდა ჩანიშნოს ახალი არჩევნები? თუ უკანონო ხელისუფლებაა კობახიძისა და პაპუაშვილის, ივანიშვილის ხელისუფლება, მაშინ მან რატომ უნდა ჩანიშნოს ხელახალი არჩევნები? ხაზს უსვამ ხელახალი არჩევნები, ანუ არჩევნები კიდევ ერთხელ 26 გაუქმდა, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაუქმდა და აი ხელახალი არჩევნები ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის მიერ ჩასანიშნი რატომ არის? კარგი კითხვაა, ხო? ლეგიტიმური. არა, თუ ვლაპარაკობთ რიგგარეში არჩევნებზე, მაშინ ერთგვარად ხდება ლეგიტიმაცია არსებული ბანდისა. კობახიძის, ივანიშვილის ბანდისა, რომლის ქვემდებარეებიც არიან ეს კობახიძე, პაპუაშვილი, ბინარაძე, სხვები და სხვები. მე პერსონალურად მაქვს ამგვარი დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ რიგგარეში არჩევნები უნდა ჩაინიშნოს, თუნდაც იმიტომ, რომ კრიზისია, ჩვენ არ უნდა, ჩვენს ვორდინგში არ უნდა ჩნდებოდეს სიტყვა რიგგარეში არჩევნები და ჩვენ უნდა კვლავ ჯერაც ყოველ შემთხვევაში ვაწმებოდეთ უკაცრავად სიტყვისთვის ხელახალ არჩევნებს. განსხვავებაა, აქ იგითხარით, ხო? ხელახალი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ჩვენს მიერ ცნობილი არ არის.
რიგგარეშე არჩევნები ნიშნავს პრინციპში იმას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ცნობილია, პარლამენტი კანონიერად მუშაობს, აი ეს ბაბუაშვილის პარლამენტი და კრიზისის გამო უნდა ჩაინიშნოს ახალი შემდეგი არჩევნები. 28 წელს ხომ უნდა გაიმართოს, 28 წლამდე უნდა ჩაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, მაგალითად 25 წლის ოქტომბერში. ასე მაგალითად, რადგან თვითმმართველობის არჩევნებია სწორედ ამ პერიოდში დაემთხვის ერთმანეთს. მაგრამ აქ იგითხარით, რომ მე პერსონალურად მომხრე ვარ იმისა, რომ ვამტკიცოთ მუდმივად, რომ ეს არის ხელახალი არჩევნებია ჩასტარებელი და არ არის რიგგარეშე არჩევნები. ხა ვინმე მეტყვის, რომ რას კამათობ ამ სიტყვებზეო, სიტყვებით რას თამაშობ, არ კამათობ და არ თამაშობ, ეს მეორე თემა, მეორე ხარისხოვანი თემა მართლაც იმ თემებთან შედარებით ყოველ შემთხვევაში, რა თემების წამოწევაც მინდა, არ იქნება ვრცელი ბლოგი ჩემი დღეს. ახლა ასე დავსვამ კითხვას. იმ შემთხვევაში თუ ჩაინიშნება ხელახალი თუ რიგგარეშე არჩევნები, როგორ გადის ოპოზიცია? ჩვენ ვადევნებთ თვალყურს იმას, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს პირდაპირ მნიშვნელობით უკვე გადაეკიდნენ და თუ აქამდე ერთგვარი მორატორიუმი ჰქონდათ გამოცხადებული ერთმანეთის კრიტიკაზე, ერთგვარი მორატორიუმი, ეხლა თავს სულ უფრო ხშირად ესხმიან. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ პოლიტიკოსი კი არის, მაგრამ რომელიმე პარტიულ ჯგუფთან არ არის ესეთი იდენტიფიცირებული, აფილირებული, მეხუთე პრეზიდენტი, კანონიერი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გახდა თავდასხმის სუბიექტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან თუ მიერ, რასაც პერსონალურად მე რასაკვირველი არ ვეთანხმები მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს რასაკვირველია შეგიძლია გამოუნახო 1 2 3 4 5 7 თუნდაც შეცდომა, მათ შორის ბოლო პერიოდშიც და არა მხოლოდ ადრეულ წლებში გაკეთებული განცხადებების გამო, კრიტიკოის, ბოლო პერიოდშიც გამოუნახო შეცდომები, რომლებიც რო ჩაიდინა, ცუდია, ჩვენი მიდგომით რომ ეს შეცდომები დაუშვა, ცუდია რასაკვირველია. მაგრამ ნაციონალურმა მოძრაობამ ესე ღია შეტევა მიიტანა სალომე ზურაბიშვილზე და თუ ერთიანობაზე ლაპარაკობს ეს ნაციონალური მოძრაობა, ერთის მხრივ უფრო სწორად ლაპარაკობს და მეორე მხრივ ერთიანობის ერთ-ერთი ფუნდამენტი, ერთ-ერთი საძირკველი, ერთ-ერთი ბოზი, დედაბოზი ვინც უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი, მისი კრიტიკის ობიექტი კი ხდება. სალომე ზურაბიშვილს აქვს ერთი უზარმაზარი პლუსი, ის კონტაქტობს, სულ მინიმუმ ვიტყვი, ის კონტაქტობს ემანუელ მაკრონთან. აი იმ ემანუელ მაკრონთან რამდენიმე დღის წინ კი არა, დღეს რო გავრცელდა ვიდეო, ემანუელ მაკრონია ზელენსკის რომ ურეკავს და ზელენსკი რო ელოდება გადმოგირეკავ, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მსოფლიო გეოპოლიტიკურ სივრცეში ახლა და უახლოეს ხანებში დონალდ ტრამპს შეხვდება ემანუელ მაკრონი. ამიტომ თუ ჩვენ გვჭირდება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის რესურსი, მაშინ ცოტა ენასკბილი, ცოტა უნდა დაეჭირათ ენისათვის კბილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რომლებმაც თითქოს არ იციან, რომ სალომე ზურაბიშვილს რომც შეეწყალებინა პრეზიდენტი სააკაშვილი, მე აქვე გეტყვით, რომ ეს ერთ-ერთი საკრიტიკო თემაა მართლაც ზურაბიშვილისა, რომელიც შეიძლება გადადო უბრალოდ, მე შევიწყალებდი, მე რომ ყოფილიყავი პრეზიდენტი, ხო, მაგრამ მეორე მხრივ ისიც კარგად ვიცით ყველამ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არც არავინ არ გაუხსნიდა საპატიმროს კერა ვივამედის კარს საერთოდ. როდესაც ოპონენტების შეცდომებზე ლაპარაკობ ნაციონალური მოძრაობის ბოსტანშია ისე პატარა კენჭუკა ახლა მაინც და მაინც იმიტომ კი არა რომ ვაკრიტიკებ, უნდა ილაპარაკო ასევე საკუთარ შეცდომებზეც. ოღონდ მე თვითონ ამ შეცდომებზე აღარ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ჩვენი ყველა სამოცანა რასაკვირველია არის და იქნება არაერთიანობა ეგ რა მაგის პასუხია, არამედ ამ რუსული რეჟიმის დამარცხება. ამიტომ რაც უნდა გავსებული ვიყო ახლა მე ბოღმით თუ კონდეს არგუმენტები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა ცალკეულ პირთა მიმართ თუ წინააღმდეგ, მე თვითონ გადადებული, ისე როგორც მათ შეიძლება ჰქონდეთ ჩემს მიმართ თუ წინააღმდეგ არგუმენტები, ჩემი რაღაც პოლიტიკური არასწორია, მაგრამ ჟურნალისტური პოლიტიკური საქმიანობის ან აქცენტების ადრეულ წლებში ჩადენილი შეცდომების აქვე გეტყვით, არც ვალავ ამას, ჩემი შეცდომების გამო.
მაგრამ სალო მეზურაბიშვილზეც არ ვლაპარაკობ ახლა. მოკლედ ამიტომ თქვა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დასუსტებულია. მე არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც მეორეზე გავიდა ოპოზიციურ პარტიებს შორის. არა, არჩევნები გაყავთ და ყველასთვის. ამიტომ მეორეზე გავიდა მეშვიდეზე, პირველზე თუ მეცხრეზე, ეს არავინ არ იცის. მაგრამ ჩემი აზრით და ჩემი ხედვით ის არა მარტო დასუსტებული, არამედ მისი ელექტორალური მხარდაჭერა დაღმავალია და არა აღმავალი. ახალი არჩევნები რომ ჩაინიშნოს, ვიცით, კი არა, ასეა კი რომ ნაციონალური მოძრაობა იღებს უხეშად 500,000 ხმას. გაერთიანების შემთხვევაში კი არა, ცალკე თუ გავა. ჩემი აზრით დაღმავალია დინამიკა იმ ჯგუფისა, რომელსაც ქვია ახალი, რომელიც ისი თქვენ სამ პოლიტიკურ ჯგუფს, თქვენ ჯგუფს აერთიანებს საკუთრივ პოლიტიკურ პარტიას ახალს ნიკა გვარამიას თავკაცობით, დროას ელენე ხოშტარიას თავკაცობით და ზურა ჯაფარიძის თავკაცობით გირჩი მედი თავისუფლებაზე ქვია, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საკმაოდ ეფექტურად მოქმედებდა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე და მან მართლა მოულოდნელად შეიძლება არ არის სწორი სიტყვა, მართლა აიღო ის რაღაც პირველ ადგილზე გავიდა, ხო, კალანდარიშვილის სეული წარმოდგენით, მაგრამ გაყავდა არჩევნები ყველასთვის აკი გითხარით. მე მგონი, რომ მათი დინამიკა დღეს ყოველ შემთხვევაში ასევე დაღმავალი. ძალიან დაღმავალია ჩემი აზრით მექვია ძლიერი საქართველოსთვის კოალიციის პარტიის მამუკა ხაზარაძის მოკლედ და მის გარშემო ჯერად შეკრებილთა დინამიკა ვერ ტრანსფორმირდა ეს საკმაოდ ძლიერი ფინანსურად ალბათ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ჯგუფი იმგვარ პოლიტიკურ პარტია ჯგუფად, რომელსაც 7%-ზე და 10%-ზე კი არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია და 10%-ს კი არ უნდა შეჰნატროდეს, არამედ უნდა ჰქონდეს პრეტენზია 25%-ზე, 27%-ზე, 32%-ზე. იმდენად დიდ რესურსს ხარჯავდა, ასე ვიტყვი, და ხარჯავს რაღაცა არ ხდება თქვენს კოალიციაში, კოალიცია უნდა დავარქვა, ბატონებო, კარგად და ამასაც ისევე როგორც ხმებს არ მივტირი მაინც და მაინც, მაგრამ ერთგვარი რაღაც სინანულით ვამბობ ნაციონალურ მოძრაობაზე და ახალზე, თქვენზეც ერთგვარი სინანულით ვამბობ. ანუ არჩევნები რო ჩატარდეს, რამდენ პროცენტს იღებთ მეთქი, ასე მინდა ვიკითხო. აი დასახელებულ სამი პარტიის მესვეულებს, ლიდერებს, თავკაცებს მიმართავ. მართლა გაქვთ იმედი, რომ ქართული ოცნება არ დაგამართ. ქართულ ოცნებას დაამარცხებთ, აი თქვენ სამნი რო იყოთ, თუნდაც გაერთიანებულები, რაც წარმოუდგენელი ჩანს თქვენი გაერთიანება სალომე ზურაბიშვილთან ერთად თუ სალომე ზურაბიშვილის გარეშე. ეს თქვენზე ვილაპარაკეთ. შემდეგი პოლიტიკური პარტია ბარიერ გადალახული ამ კალანდარიშვილის სეული გაგებით, თორე ბარიერი შეიძლება იმანაც გადალახა ლეიბორისტ პარტია, არ ვიცი. გაყავთ არჩევნები ყველასთვის. შემდეგი პარტია არის გახარიას პარტია. მე ხმა მისი ამორჩეველი არა ვარ. ამ თავითვე გეტყვით, რომ ჩემი წარმოდგენით გახარია, პერსონალურად გახარია სულ მინიმუმ გავრილოვის ღამეს. მაგრამ გავრილოვის ღამესაც რომ დავანებოთ თავი ბევრ და ეხლა გამოდის რომ მე ვაკრიტიკებ მას და უნდა გადავდო, ხო? მოკლედ მე გახარიას ამორჩეველი არა ვარ. ის პასუხისმგებელია გავრილოვის ღამეზეც, ცილებით გავამახვილებ ამაზე ყოველდღიურად რამდენიმე ეკონომიკური პროექტის ჩაგდებაზე. ამებს სხვა შორის ლაპარაკობს ეკონომიკურ პროექტებზე, ანაკლიაზე კონკრეტულად მამუკა ხაზარაძე, მათ შორის ის კიშპია, რომელიც მათ ვერასოდეს ვერ გააერთიანებს, მაგრამ გახარიას ხაზიც თუ მაინც და მაინც დაღმავალი არ არის, ესე გასწორდა ერთ სიფრთხეზე, ერთ ვაკე გაივაკა. არც იზრდება ეს პარტია და არც მცირდება, მოდი ასე ვილაპარაკოთ. და აი ეს 4 სუბიექტი ხვალ რომ არჩევნები ჩაატაროს ქართულმა ოცნებამ და 4 სუბიექტი გავიდეს ერთად თუ ცალ-ცალკე, ერთად გასვლა რო შეუძლებელია ხვდებით, ქნებავ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ქნებავ სალომე ზურაბიშვილის გარეშე, ჩემი აზრით დამარცხებადი კოალიცია ერთად გასვლის შემთხვევაში და ცალ-ცალკე ხომ ვითომერეს დამარცხდებიან, ასე მიმაჩნია. ეხლა რა ხდება შესაბამისად? რატომ აი არჩევნები რო ჩანიშნოს და კარგია რასაკვირველია უნდა ჩანიშნოს, რასაკვირველია ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს, აბა რა ესე უნდა შევებოდეთ პირველ ყოვლის არჩევნებია პოლიტიკურებისგან გავიგე. მაგრამ პოლიტიკური პარტიები რომ არ ვარგანან, ასე ვიტყვი, პოლიტიკური ლიდერები ვარ არიან მზად მოცემულეთებზე, ხო ესეც ხო ფაქტია. გავანებოთ თავი ამ 4 პოლიტიკურ სუბიექტს, ვილაპარაკოთ, მოდი სხვა 4 ხელს ამდენად ავიღებ, არ ვიცი. რა ვილაპარაკოთ სხვა 4 ხელზე, ეცადოთ გია. ეს არის გიაგო ხვირჩია და მეგრელიშვილის გირჩი, რომლებიც
რომლებიც ყველაფერთან ერთად აი მათ მიმართ კრიტიკას არ დავიშურებ. ჩემი აზრით ეს 4 პოლიტიკური სუბიექტი კოლაბორაციაში შევა ქართულ ოცნებასთან ნებისმიერ ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ რასკლადში, ანუ რაც არ უნდა მოხდეს, თუ ქართული ოცნებისაგან ეკნება ოფერი, თუ მართლა გადალახეს მათ 5%-იანი ბარიერი, რასაც არ გამოვრიცხა უახლოად გეტყვით. რად ობიექტური არჩევნების შემთხვევაში ისინი ჩემი აზრით შეეკვრებიან ბიზნესს მარტივად რომ თქვა. რაც ძალიან ცუდია. ასაკვირველი, ამიტომ მე მათ ცხადია წარმატებას იმ 4-ს კიდე უსურვებ წარმატებას. აი გახარია სამორჩეველი ხო არა ვარ, უსურვებ. ნაცებს უსურვებ, რაღაც თავისი ახალს უსურვებ, ხაზრაზის დაჯგუფებას უსურვებ, მაგრამ აი ხვიჩია მეგრელიშვილის გუნდს დუეტს ასაკვირველია თუ კვარტეტია, ეხა იქ რეალურად თუ კვინტეტი ვერ უსურვებ. ეხა კიდევ ვილსაუბროთ კიდევ ორ პარტიაზე, სამ პარტიაზე. ეს არის აი ამ ძლიერი საქართველოსთან წამოსული და აი პერსპექტივას აქ ხედავ. ლევან სუსკირიძის მიერ დაარსებული ბაკურ კვაშილავაც არის, იკო დოლიძეც არის, გიორგი შაიშმელაშვილიც არის, სხვები არიან. ანუ ძლიერი საქართველოსთან ხაზარაძიდან წამოსული და თავის წიაღში დაბრუნებული, თავის იდენტობის მაძიებელი პოლიტიკური ჯგუფი თავისუფლების მოედანი. მე არ შორსავარ ილუზიისაგან რომ ისინი რაღაც 27%-ს აიღებენ, მაგრამ თავისი 5-7-8%-ის დაჭერა მათ თავისუფლად შეუძლიათ თლად ობიექტური რომ ვიყო, ამიტომ მათი დინამიკა კი აღმავალია, უფრო და არა დაღმავალიან გავაკებული ეს უკანასკნელი დინამიკა, აქ იგითხარით, ჩემი წარმოდგენით ყოველ შემთხვევაში ეს აქვს გახარიას. ეს ყველაფერი ხადია სოციოლოგიით უნდა იყოს გაყარებული, ეს ვარაუდებია, რასაც ახლა მე გამოვთქვა, მაგრამ მე როგორ ვუყურებ პროცესებს, ესე გეტყვით. ესე იგი თქვით, ეს არის კიდევ ერთი ჯგუფი, აი ნათლად მემარცხენეები, რომლებმაც თავისი ნიშა ჩემი აზრით იპოვეს და სადღავდა ჩვენ მემარცხენე პარტიები, არც ყოლია, ხო, ეხლა ქართულ ოცნებას არც ყოლის ყოფის, არც მემარცხენეა, არც მემარჯვენეა, არაფერი არ არის ქართული ოცნება, რაღაც პირდაპირ რუსული პარტია, პრორუსულიც არა. ამიტომ და სოციალურ საკითხებს წამოწევს ხოლმე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აი ამას რაღაც მემარცხენე წიაღსვლები აქვს, ან უნდა რომ გქონდეს. ამიტომ ეს არის უხეშად საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მორო იკრიბებოდა ეს ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფად როგორც ჩანს ტრანსფორმირდება. მე არა ვარ მათი ამორჩეველი, მემარცხენეების ერთ არ მიყვარს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და არც ესეთი კონსერვატორი მემარჯვენეების არ მიყვარს, ეხლა გადავიდა საერთაშორისო პოლიტიკაზე, როგორც ტრამპი, ან ტრამპს დავინავანებოთ ორბანია მაგალითად. ხო, არ ვიცი, მაგრამ ხო, ორბანის რა არის კიდე ცალკე ფენომენი. ხო, მოკლედ მე არა ვარ ვახუშტი მენაბდეს არ ვიქნები მაგალი ალბათ მათი ამორჩეველი, მაგრამ ისინიც რაღაცა აღმავალი დინამიკით მიდიან. როგორი სამი დავასახელე. და მეოთხე უნდა დავასახელო ერთი პოლიტიკური ჯგუფი, ეს არის გიგა ბოკერიას და ვიტყვი თამარ შერგოლეიშვილის, ანუ ეს ორი პირი გარი გამოკვეთილი, იქ არის რატოდი კირთაძე თუ არ ვწდები, კი არ ვწდები და სხვები პოლიტიკური პარტია ფედერალისტები, ანუ ყოფილი ევროპული საქართველოს ლიდერთა ნაწილი, იმიტომ რომ მეორე ნაწილი თვითონ ნაციონალურ მოძრაობაში წავიდა, რომელთა პერსპექტივა თუ დინამიკა ჩემი აზრით ასევე აღმავალია. ჩემი აზრით კი არა, ობიექტურად აღმავალია, მაგრამ კაი ესე ვიტყვი, აღმავალია, იმიტომ რომ ისინი ჩანან, აქტიურობენ, რაღაც პროექტებს აკეთებენ, რაღაც პროექტები წამოიღეს ევროპული საქართველოსთან, ანუ მათი აკეთებული იყო და წამოიღეს, შეიძლება ვთქვათ ზუსტი სიტყვა არ არის. და ესეთი მათი დინამიკა ქავთონ შერგოლეიშვილს თქვა მე აქვს, რომ ფედერალისტები 20%-ს ავიღებთო, წარმატებას უსურვებ. ხო, მინდა რომ ყველა 20% აიღოს, ვინც დავასახელი და ქართული ოცნება საერთოდ გაქრეს. არ ვიცი, უახტილად გეტყვით. ამდენად 20%-ს აიღებენ, მაგრამ აი ხვალ რო არჩევნები ჩატარდეს, ისინი 5%-იან ბარიერს ნამდვილად გაადალახავენ. ასეთი წარმოდგენა, ამის წარმოდგენა მაქვს მე. ამის გამო ეხა ბევრი გამაკრიტიკებს, ანტიჩერგოისტები, ეხა ანტიბოკერისტები აღარ არიან. ბევრი მიიღეთ აზრეულ წარსულში, მაგრამ უფრო ანტიჩერგოისტები, იმიტომ რომ თამარ შერგოლეიშვილი ზაფრია, ხისტია და ასე შემდეგ, მაგრამ ესეც მისი არჩევანი და მისი უფლება. ხო და უხეშია ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ეს მისი არჩევანია, აგიკითხეთ, ისევე როგორც
არ შეიძლება ამის მიმართ კონკრეტულად თამარ-ჩერგული შულს გულისხმობ ესეთი რაღაცეების წამოძახი, ესეთი ამის თქმა საყვედურად თუ კრიტიკად, რომ შენი ქმა არის ან რაღაც ბოკერიას ცოლ ერთ ოჯახში ცხოვრობენ, ერთი ჭერი ხურავთ, პოლიტიკაზე ცხადია ლაპარაკობენ სამზარეულოში, მაგრამ ეს არის ორი დამოუკიდებელი პერსონა. საერთოდ ხა ეს მიბმა ცოლისა ქმართან, ქმრისა ცოლთან და ასე შემდეგ, პრინციპულად არასწორია. ამ ლოგიკით რაღაც თინახიდაშვილია დავით უსუფაშვილის უნდა მიგება. ერთი თავდაცვის მინისტრი იყო, მეორე პარლამენტის თავმჯდომარე. მესმის რომ ერთი ჭერი აქვს, ერთი ღირებულებები აქვს, აბა ოჯახის მაგიტომ არის საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ერთი ღირებულებებიც აქვს, რასაკვირველია, მაგრამ პასუხისმგებლობის დაკისრება ქმრის ქმედებათა გამო ცოლზე, როგორც ცოლზე, ქალზე, როგორც ცოლზე, ხო არ შეიძლება შეიძლება თანაპარტიული პასუხისმგებლობა დააკისრო. ხა ბოკერიამ რომ ეს თქმა, ამაზე რა სიტყვით. ქალბატონ-ჩერგოლიშვილი ალბათ ბოკერიას არ უნდა გაუგჭირდეს ხოთაშორის კრიტიკა. პარტიულ დემოკრატიას ისინი აშენებენ, ხა ბევრი ვარ გავაგრძელებ ამაზე, კონკურენციაზე ყოველშვეში ლაპარაკობენ. ახალი სახეები მათთან ყველაზე უფრო მეტად ჩანს და მე ამ პარტიის დინამიკას აღმავალს. მაგრამ კიდევ ერთი ამბავია აქ ხა. ანაშე პოლიტიკურ სუბიექტებზე არც ვილაპარაკებ, იმიტომ რომ არც მახსენდება პრაქტიკულად არ არის. ხო, ლეიბორისტების ხსენება შეიძლება და ალბათ ასხვისი არც არავის. კიდევ ერთი ამბავია, ხვალ რომ არჩევნები რიგარეშე თუ ხელახალი ჩაგვინიშნოს ქართულ მოწდებამ, რომელსაც რასაკვირველია არ აქვს, რიგარეშე არჩევნების გასავად ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის უფლება. არა, გასავად რიგარეშე არჩევნების ჩანიშვნის უფლება, იმიტომ რომ ხელახალია დასანიშნი, ხო? აქ იკითხავთ, კიდეც იმიტომ რომ გახალთ და ვსდევ. ვიცით რომ ვიგებთ? აი ესეთი კითხვა აქვს. ამ მოვერანებულ ველზე, ამ რეპრესიულ ფონზე, რეპრესიების გათვალისწინებით, ვიცით რომ ვიგებთ? ფული, შეხოდეთ დავსვამ კითხვას. ფინანსური რესურსი საიდან გვაქვს? პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ ფინანსური რესურსი. მით უმეტეს, როდესაც მათ წინააღმდეგ აურაცხელფულიანი ბიზინა ივანიშვილი, იბრძ ბიზინა ივანიშვილი, რომელიც თავის ფულს არ ხარჯავს, მაგრამ თავის კარის ბიზნესმენებს, მინი ოლიგარქებს ახარჯინებს ამ ფულს და სახელმწიფო ფულიცაც ოპერირებს ქართული ოცნება. აი ამ ხელა, ნუ არ ვიცი, უხეშად 100 მილიონს რო გიპირისპირებს ქართული რუსული ოცნება. შენ ფული გააქვს, მე გეტყვით რომ ხა მე აუფლება მაქვს ხა ვინმეს ბუღალტერია შენ ფინანსებში შევიხედო, მაგრამ სწორიან და არიან თანაზომადი ფული პოლიტიკურ პარტიებს არ აქვს. ამიტომ ფულმა არ უნდა ხა ეს ლოგიკა სწორია. ფულმა არ უნდა გადაწყვიტოს, იმიტომ რომ ბიზნეს ივანიშვილზე მეტი ფული არც არასოდეს არ გექნება. და ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნეს ივანიშვილი არ უნდა დაამარცხო, ხო? რა უნდა დაამარცხოს იდეამ, რომელიც უნდა შექმნან პოლიტიკოსები. ხო, ეგ რა მაგის პასუხია და ჩვენ გქონდა იმედი, რომ აქციების მეც გქონდა მათ შორის. და ქალბატონ ზურაბიშვილსაც აქ თქვა მით ვარცდები, რომ აქციების პირობებში წარმოიქმნებოდა ახალი პოლიტიკური ჯგუფები. აი აქტივისტებისაგან, აქტიური ადამიანებისაგან, რომლებიც სპიკერები კი არ არის, იმ ხო სპიკერს ტრიბუნა არ არსებობს და ასე შემდეგ. არასამთავრობო ორგანიზაციის შესაძლოა არ მოხდა ასე, ფაქტია ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. აქვე ერთ სიტყვი კიდე ქალბატონ ზურაბიშვილზე აი ვახსენე. მე რამდენადაც ხვდები შესაძლოა ვცდები. უფრო და პოზიციათა დაახლოება მიმდინარეობს ხსენებულ ზურაბიშვილსა და ბოკერია ჩერგოლეიშვილის ჯგუფს შორის. როგორც მე ხვდები, ხო. და აქვე ძალიან მნიშვნელოვანი, კაი, ორ რამესაც ვიტყვი და დავამთავროთ. პოლიტიკოსების ძალიან კარგი იქნეს ცალკეულმა პოლიტიკოსებმა, რომ იყვნენ ბრიტანეთში. ამას ხაზგასმით ვამბობ. იყო გვარამია, ვაშაძე თუ არ ვცდები, ნამკა ხაზარაძე თუ არ ვცდები და გახარია. ნამდვილად. კარგი იქნეს. შეერთებულ შტატებში რო იყო ცალკე ხაზარაძის ჯგუფი ინაუგურაციას გულისხმობ. ბოკერია ჩერგოლეიშვილი და კიდე ალბათ სხვა ვინმეც, ესეც ძალიან კარგია, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, კარგად მინდა ავხსნა. ახლა პრინციპულად მნიშვნელოვანია ევროპული სივრცის ათვისების კონტინენტურ ევროპას გული ევროკავშირს. ეს გავიგეთ, ყველა ვიცით, ეს ჩემზე კარგად იცით, ხო საბოლოო ჯამში. ბრიტანეთი კარგია რომ მოიარეთ, მაგრამ ახლა მიბრუნება შეერთებულ შტატებში, რომელი მომენტუმის დაჭერა
რაღაც ორგანიზება შეხვედრებისა ვაშინგტონში ჩაწყობა თუ სწორი სიტყვა და ისიც თქვენ რომ აქვს რამდენიმე პოლიტიკოს ამის რესურსი აქვს ბოკერიას აქვს გვარამიას აქვს გახარიას ოთხესაც ვიტყვი აქვს ხაზარაძეს ხო აი ამ ოთხეულს ნამდვილად აქვს მის რესურსი რომ რუბიოს ჯგუფთან მაინც გამართონ შეხვედრები რომ სწორი პოზიციონები ვილსონის გარეშე ვილსონთან ერთად ვიღაცების გამოყენებით ერთმანეთის გინების გარეშე ოღონდ ეს მართლა მოსაბეზრებელია ხო ეს ერთმანეთის გინება და დაუმთავრებელია ხალხო გადაქვეყანა გადასარჩენი და იცი რომ კონცენტრირებასაც ვერ ვახთ მართალი ხართ თან გინებაში გარკვეულ შემთხვევაში მაგრამ გადადეთ რა ოხე ჩემი აზრი ყოველთვის დანარჩენი რაც გეტიცკი ხო და ასევე კიდევ შეერთებული შტატების გარდა ჩასასვლელები ხართ თურქეთში როგორღაც უნდა მოხვდეთ ერდოღანის გარემოცვასთან ერდოღანთან უშუალოდ მის გარემოცვასთან პირველ წესთან მეორე წესთან მეხუთე წესთან პრინციპულად მნიშვნელოვანია ეს და ნუღარ გამახსნევინებთ მჭირებს ვაკებ კვლავ ვიმეორებ ანუ არ ვაკრიტიკებ არ ძალობიზურებიშვილსაც ვაკებ ხაზარაძის ჯგუფსაც რომელიც დაღმავალია ჩემი აზრით რა ქვია გვარამიას ჯგუფსაც ანუ ელენესთან და ზურა ჯაფარიძესთან ერთად გახარიას ჯგუფთან რომელიც ჩემი აზრით გაივაკა და მაღლა არ მიდის ისი რეიტინგი მაგრამ არც დაბლა არ ჩემი აზრია კვლავ ვიმეორებ აღმავალია რეიტინგი თავისუფლების მოედანისა და აღმავალია რეიტინგი აშკარად ფედერალისტებისა მათაც უყურას ვაკებ ეს რაღაცა მოსაფიქრებელია იმგვარი რაც მოფიქრებული ამ პარტიებიდან 97%-ს აი ოკეი ამ პარტიებიდან 80%-ს მოფიქრებული არ აქვს ნახონდეს